პრემიერ-მინისტრი დღეს რეგიონებს სტუმრობდა. ახალი საწარმოები გაიხსნა ფოთსა და ქედაში. თავდაპირველად ირაკლი ღარიბაშვილი სწორედ ქედას ეწვია, სადაც სახალხო დღესასწაულს დაესწრო და კახური ტრადიციული მეღვინეობის საწარმო გახსნა. ასევე საფუძველი ჩაეყარა ხილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას. ორი საწარმო გაიხსნა დღეს ფოთშიც, მათ შორის ერთი ახალი სატრანსპორტო ტერმინალია. როგორც ჩაიარა პრემიერის საქმიანმა სტუმრობამ რეგიონებში. ნუცა შუბაშვილი გიამბობთ. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აჭარაში კახური ტრადიციული მეღვინეობის ახალ საწარმოში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში ახალი ღვინის ქარხანა გახსნა, რომლის მშენებლობისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 1 მილიონ ლარამდე სესხი გამოიყო. საწარმო უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღიჭურვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიაც მოეწყო. ჩვენ შეღავათიანი აგროკრედიტი გამოვუყავით კახური ტრადიციული მეღვინეობის კომპანიას და კიდევ ერთი ძალიან კარგი ქარხანა გაიხსნა ქედაში. ბოლო 2 წლის განმავლობაში მევენახეების რთველიდან მიღებულმა შემოსავალს შეადგინა 300 მილიონ ლარზე მეტი. ეს არის უდიდესი მიღწევა და წარმატება ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მეღვინეების, ჩვენი წარმოებლების. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი 2 წლის განმავლობაში მსოფლიოს 42 ქვეყანაში. ღვინის ექსპორტი გაიზარდა 250%-ით. საწარმო შეუძლია დაახლოებით 1000 ტონამდე დღეს გადამუშავება. აქ დასაქმდება დაახლოებით მინიმუმ 20 ადამიანი, მაგრამ აღსანიშნავი ის არის, რომ აქ გადამუშავდება ის ჯიშებიც, რომელიც აქამდე სამრეწველო ზონაში არ იყო გადამუშავებული. პრემიერ-მინისტრი ქედაში სახალხო ზეიმს ქედელობასაც დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა. დღესვე ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთში ახალი სატრანსპორტო ტერმინალი გახსნა, რომელიც ასახელ სამუშაო ადგილსა და 4 ჰექტარზე განთავსებულ სასაწყობო ინფრასტრუქტურას მოიცავს. ტერმინალი შაჰდენიზი 2 ფარგლებში სამხრეთ კავკასიის გასადენის გაფართოებისთვის საჭირო მილებისა და დანადგარების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ამ ტერმინალში დღეიდან გასადენი მილების ტერმინალი გახდის შესაძლებელს, რომ კავკასიის რეგიონში შაჰდენიზი 2 ფარგლებში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენთვის, საქართველოსთვის, ვინაიდან ამას აქვს ძალიან დიდი დატვირთვა რეგიონისთვის და საქართველოს როგორც საიმედო ტრანზიტული ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროექტში, ამ პროექტის განხორციელებაში. ფოთში დღეს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის თანადაფინანსებით აშენებული კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა. ფოთის მარცვლეულის ტერმინალისთვის $600,000 გამოიყო და მისი ჯამური მოცულობა 16,000 ტონაში ადგენს. ესვე პრემიერ-მინისტრმა ფოთში თევზის გადამამუშავებელი ქარხანა დაათვალიერა. ჩვენ მოვინახულეთ ფოთში ელევატორი, რომელიც საკმაოდ მაღალტექნოლოგიური აპარატურის არის აღჭურვილი და მათაც ასევე ისარგებლეს სოფლის მეურნეობის პროგრამით და ეხლა გახლავართ თევზის გადამამუშავებელ საწარმოში, რომელიც არის 100%-იანი კერძო ინვესტიცია, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვეცდებით დავაინტერესოთ გაფართოებაში. ეს არის რეგიონისთვის, ქვეყნისთვის და რასაკვირველია ფოთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, როდესაც სახელმწიფოს მხარდაჭერით, მისი ფინანსური მონაწილეობით და იმ თავისუფალი ბიზნეს გარემოს შექმნით შესაძლებელი ხდება კიდევ ახალი საწარმოების გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის დასაწყებად სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.